მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით. Რაღა თქმა უნდა, ტრადიციისამებრ ხელს გიქნევთ ჩემი არხის გამომწერებს. ადამიანებს, რომლებსაც არ გიზარებათ უკურეაქცია და ამით ხელს უწყობთ არხის განვითარებას, მადლობა ყველას უკლებლივ, ყველაფერი საუკეთესო თქვენ. და მოდით დღეს გავაკეთოთ ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით გაშლა, ერთჯერადი ურთიერთობა, რა იყო, რატომ იყო, რისთვის იყო და ოდესმე განმეორდება თუ არა ამ ადამიანთან კონტაქტი. ეხლა ვიღაცებს შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არა, საბედნიეროდ ალბათ არა. უფრო სამწუხაროდ ჩემი სუბიექტური მიდგომიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ნამდვილად ძალიან გახშირდა ეს ერთჯერადი ტიპის ურთიერთობები, რომელიც დამიჯერეთ, რომ ძალიან დიდ კვალს ტოვებს ადამიანებში, ნეგატიურ კვალს, იმიტომ რომ ადამიანები ან განმეორებით ქცევაში გადადის მერე ადამიანში ეს მომენტი, აი თითქოს იმისი განეიტრალება უნდათ რაღაც ახალი ურთიერთობები და მერე ერთ წრეზე მიდიან, ან მეორე ვარდებიან ძალიან ღრმა დეპრესიაში. ვნახოთ პირველი, მეორე ვარიანტი, წითელი სანთელი და თელემასტარო, ან სიმბოლოთი, ან დასტით აერჩიოთ და ველური რეფლექსების ტარო და მწვანე სანთელი. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყეთ პირველი ვარიანტით. არ მგონია ბევრი მაყურებელი ყავდეს ამ საკითხს და თემას, მაგრამ რა კი ძალიან მთხოვ ამ ადამიანმა არ ვაწყენინებ და გავშლი. ახლა ვნახოთ ვისზეა, ხო? ვის უყურებთ, ანუ ვინ იყო ის ადამიანი, ვისთანაც ეს გაურკვეველი ტიპის ურთიერთობა შედგა. ხო, პენტაკლების პაჟი. ფინანსურად ცალსახად დიდ რესურსებს არ ფლობს ეს ადამიანი. აი, თავის საკმარი აქვს რა, საყველპურო, ასე ვთქვათ. მაგრამ ვერ ვიტყვი რა იმ თებს გადადგამს და დიდი შემოსავლების პატრონი იყოს. არა, შეიძლება უფრო სწორედ ახლაც იწყებდეს რაღაცას. ან ახალი დაწყებული კონდეს რაიმე სტაბილური, ან სწავლობდეს, ესე ამასაც არ გამოვრიცხავ, სტუდენტი იყოს, ან რაღაცაში ახლა კვალიფიცირდებოდეს, ან ხელობას სწავლობდეს, არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში მაღალი ვიბრაციების ადამიანი ცალსახად არ არის. ვნახოთ ახლა ზოგადად რა ხდებოდა თქვენს შორის, რა ურთიერთობა იყო, ხო? აი რა ენერგიები ტრიალებდა. ზედაპირული ურთიერთობები. ნახეთ როგორი მომენტი იყო, ახლა გეტყვით მე თქვენ. ეს ურთიერთობა დაიწყო ზედაპირულად, არ ვიცი, შეიძლება ვირტუალურადაც გაიცანით ეს ადამიანი სოციალური ქსელით. ადამიანი ძალიან დიდი ალბათობით 100%-ით თუ არა 99%-ით შემიძლია გითხრათ, რომ იყო გაცილებული ოჯახს, იყო ამავდროულად რაღაცა მაინც მგონია რომ ერთდროულად იყო, მაგრამ ნუ თუ ვიღაცაზე ესეც ცალსახად გადათამაშდება, რომ იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, სამხედრო, პოლიცია, არ ვიცი, იქ კიდე უამრავი რაღაცაა, ხო, უშიშროება, უამრავი ჩაშლები აქვს, მაგრამ აი ამ სფეროს წარმომადგენელი, რომელმაც არ ვიცი, აი ისეთი ემოციები შემოიტანა თქვენთან, რომ არ თავი გაგრძნობინათ რაღაცა სწავლა და მოგხიბლათ ამ ადამიანის ინტელექტმა, ხმლების მეფე ძალიან განათლებული, ძალიან გონიერი, ძალიან სწორი ადამიანია, ლოგიკამ, აი მისმა ზომიერებამ, რაღაცა ძალიან აი არ გამოვრიცხავ მეგობრებო და აი ძალიან გახსნილი ურთიერთობებით შეიძლება უცებ ჩამოყალიბდა, რომ აი ძალიან როგორი მომენტით იცით, იმდენი ტავტოლოგია გამოვიყენე უკვე ამ სიტყვების, მაგრამ მართლა ის ზედმეტად ველურ ბუნებაში რო ხარ, ხო ხვდები და აბსოლუტურად შეუფუთავი და რაც ხარის რო ხარ, აი ესეთები რო იყავით ერთმანეთთან. აბა მე რა მოხდა, კაცო, ესე თუ დაიწყო ურთიერთობა, მე რამ გააფუჭა. როგორ განვითარდა, აბა მანახეთ ეს ესე დაიწყო, კი ბატონო, ეს ენერგიები ტრიალდება. მე როგორ განვითარდა.
ძალიან აჩქარდით, ძალიან მალე მიიღეთ გადაწყვეტილება. გეგონათ, რომ სტაბილურ ურთიერთობაში შეხვიდოდით, გეგონათ, რომ რაღაცა სწორ ფორმას მიიღებდა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ შემდგარი ესეთი ჩამოყალიბებული ადამიანი იყო. ხო, რაღაცა მგონია, რომ ზუსტად ეგეთი რა საინტერესოა სიგნიფიკაციაში პაჟის ენერგიებით იყო და არა და რეალურად აქეთ და აქეთ უფრო ყოველ შემთხვევაში თქვენი წარმოდგენა იყო ეს, რომ ესე შეძლებდა, მაგრამ ხა რა მნიშვნელობა აქვს ხმლების მეფით კი ამოდის აქ მამაკაცებო თუ მიყურებთ, გადააკატავეთ, მაგრამ თავისი ენერგია შეიძლება რეალურად ძალიან მაღალ საფეხურზეც იყოს ადამიანი, მაგრამ იმ წუთას ისეთ ენერგიებში იყოს, რომ ძლივს მიჩანჩალებდეს იმ თავის რეალურ მეს ძლივს ეწეოდეს რა, აი გამგების სწორად გამიგებს რაც ვამბობ. ძალიან იჩქარეთ და ამ ნაჩქარევ სიტუაციაში რაღაცა შეიძლება რეალურად ის სცენარიც არ დაგხვდეთ, რასაც ელოდებოდით, გეტკინათ, ხმა ვერ ამოიღეთ, შეგეშინდათ, აქ შიშიც მიფიქსირდება ცალსახად და ერთმანეთისგან გაიპარეთ ორივე. დაასრულეთ ისე, რომ აი სიტყვაც არ მიგიწერიათ ერთმანეთისთვის, მეგობრებო, აქ არ იყო ის, რომ ვიჭხუბეთ, ვიკამათეთ, ან რომელიმე მეხვეწეთ ერთმანეთს, ან კითხვები დასვით, რომ რატო დაიკარგე, ან საწახვედი, არა. იყო აქ ურთიერთობა ერთი წამი. პირად ურთიერთობა. კი. აქ სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ შეიძლება სექსუალური ურთიერთობა გქონდეთ პირველივე შეხვედრაზე, არ გამოვიცხავ. სხვათა შორის აბსოლუტურად სხვა მოლოდინები, ვარსკვლავის არკანი, სხვა ოცნებები, სხვა დამოკიდებულებები გქონდა და რეალურად ამოყავით თავი აბსოლუტურ გაურკვევლობაში. შეიძლება ნასვამიც მოვიდა ეს ადამიანი, მე არ ვამბობ თვალს, არ ვამბობ. შეიძლება ნასვამიც იყო ცოტა, შეიძლება რაღაც, აი არ იყო რა ჯანსაღად იმ წუთას და თქვენ შეგეშინდათ. სინამდვილეში ქალებზე გადათამაშდება ეს მამაკაცებო, ვინც მიყურებთ, ეს ეპიზოდი თქვენ არ გეხებათ. ნახეთ, შეიძლება შეგეშინდათ ამ ადამიანის და ის იმ ურთიერთობაზეც იმიტომ დათანხმდით. შეიძლება დღემდე არ იცის იმ ადამიანმა თქვენ რა გაიარეთ. იმ ადამიანმა შეიძლება საერთოდაც ჩათვალა, რომ ამისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, რეალურად შეიძლება სულ პირველი იყო ეს თქვენთვის. ბოდიში აი გადავარდა და ძალიან ზუსტადაც რომ თქვენ რა გაიარეთ, მან არ იცის. დღემდე შეიძლება ეს ტრამვა მოყვებათ, მაგრამ იმ წუთას თვითგადარჩენის სინდრომი ჩაგერთოთ. მე ესეთი ინფორმაცია მომდის. ახლა აქედან მშვიდობიანად გავიდე და რაც გინდა იყოს. და მერე ხო არა ნახეთ აი ის ურთიერთობა რაც თავიდან გეგონათ რომ ყველაფერი მშვიდად და წყნარად და ალაღად იქნებოდა ხელგამოწვდილი ხო 6-იანი თასებით იგივეა 6-იანი პენტაკლებსაც იგივე ის აქვს ხო აი ჰარმონიული ურთიერთობა რეალურად ძალიან დიდ ტვირთად გექცათ ის როგორ ის რას ფიქრობთ თქვენთან დაკავშირებით ეს მაინტერესებს სხვათა შორის ვერ ვიტყვი მეგობრებო ნახეთ ეს მაგია ის გულწრფელად რომ გითხრათ შეიძლება ბევრ რაღაცას ის მიხვდა კიდეც დამერწმუნეთ ან მეორე მომენტი იყო ნახეთ ასაკში შეიძლება მოგატყუათ რეალურად რაღაც ახალგაზრდა გეგონათ და მოვიდა აბსოლუტურად განსხვავებული ასაკის ადამიანი აი ეს მომენტიც გადათამაშდება ვიღაცებზე და უცებ აღმოჩნდა რომ არასულაც არ არის, მაგრამ იმ ადამიანს რაღაცა გრძნობის მომენტი გაუჩნდა. თქვენ მისთვის ძალიან თვითკმარი, ძალიან ბრძენი, ძალიან ისეთი ადამიანი ხართ, ჩემო კარგო ადამიანებო და პერსპექტივა რომ მისცემოდა, იფიქრებდა რამე აუცილებლად. მას ემოციები დღემდე აქვს შემორჩენილი, უბრალოდ ძალიან ამაყია, მაგის არკანით ხო, სხვანაირი ვერ წარმომედგინა და ეროფანტის არკანით ხო, შეიძლება რაღაცა მომენტში თქვენ რო ურთიერთობა გაგეგრძელებინათ, ცოტა უფრო სიღრმეებშიც გადასულიყო ეს ამბავი, მაგრამ ის მიხვდა რომ თქვენ შეიძლება არც ფიქრობთ რომ იმ ყველაფერი ზუსტად წაიკითხა, მაგრამ ზუსტად წაიკითხა. იმიტომაც აღარ შეგეხმიანათ. შეგხვდათ რატო დავსვიწერთ კითხვა შეგხვდებათ აწი კიდე
არის კიდე შანსი მეორედ არ გამოვიცხავ მეგობრებო, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი ქონდეს, თან ძალიან ჩამოყალიბებულად, სტაბილურად, გაწონასწორებულად ამეტყვის არკანით, ბალანსი ყველაფერი აბსოლუტურად წესრიგშია, ხო? მაგრამ რა უშლის იცით ხელს, აქ ვინმე დაოჯახებული ხომ არ მიყურებთ. რაღაცა მგონია, რომ ვიღაცებზე გადათამაშდება ისეც, რომ თქვენ ხართ სუსტად დაოჯახებულები და იმიტომ იკავებს თავს. იმიტომ იკავებს თავს და იმიტომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას. აბა, მაინც კიდევ შანსი მინახე. არის მეგობრებო. არის შანსი იმის, რომ კიდევ გადაიკვეთოს თქვენი გზები. ოკეი, თქვენი გზები შესაძლოა გადაიკვეთოს და სად გადაიკვეთოს, იცით? იმპერატორი და იეროფანტის არკანი რაიმე სანათესაო წრეში, რაღაცა თქვენ საახლობოში შეიძლება ისე მოულოდნელად დაინახოთ ეს ადამიანი, რომ გაოგნდეთ. აი ესეთი ამბავი შეიძლება იყოს. მადლობა, პირველ ვარიანტს გადავდოთ ახლა ეს დასტა და წითელი სანთელი აღარც მედო პრინციპში აქ და გადავდოთ და ახლა წამოვიდეთ მეორე ვარიანტზე. აბა ვნახოთ ვის უყურებთ, ხო, ვის ზია უფრო სწორედ ეს გაშლა, ვინ არის ის ადამიანი, ვისთანაც თქვენ ერთჯერადი ურთიერთობა გქონდათ. ეს პაჟები ვერ გშორდებიან, ხო, ნუ პრინციპში პაჟის მეტი ვინ მოიხერხებს მაგ ამბავს. ხმლების პაჟი, სხვათა ძალიან გონიერი, ძალიან ჭკვიანი, ლოგიკას დაქვემდებარებული, განათლებული ადამიანი, ახალგაზრდული ენერგიებით, რომელიც 100-ჯერ თვლის და ერთხელ ჭრის, ძალიან ისეთ ჩამოყალიბებულია, ასევე შესაძლოა ეს ადამიანი წარმოადგენდეს ძალოვანს კულტურებს. არ გამოვიცხავ. სხვათა ექიმით შეიძლება იყოს. ვნახოთ ახლა, რა იყო თქვენ შორის, რა ენერგიები ტრიალდებდა და ოხო, სამი ერთად ამომყვა. არ ვიცი, შესაძლოა რაღაცა თქვენს პირად საქმეებზეც კონსულტაციაზეც გაიცანით ეს ადამიანი ადვოკატიც შეიძლება იყოს, თუმცა ყველაზე არ გადათამაშდება, მაგრამ ნუ არ გამოვიცხავ. ორი მაღალი არკანი. რაღაცა ძალიან რთული პერიოდები გედგათ, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ზღვარზე იყავით, ძალიან გიჭირდათ და ეს ადამიანი აღმოჩნდა რაღაცა მორალურ ხაზზე, შესაძლოა თქვენ დამხმარეთ იმ წუთას. თუმცა ასევე ვიღაცებზე გადათამაშდება, რომ ზუსტად აი ამ იურიდიული საქმიანობების ფონზე მოხდა თქვენი გაცნობა. საჯაროა გაშლა და მე ეს ვერსიები მინდა გავაჟღერო. ახლა კიდე მაინტერესებს რას უკავშირდებოდა. ან ხო აი რაღაცა როგორი მომენტია იცით, ან რაღაცა სუფრაზე გაიცანით. ახლობლების სუფრაზე, მეგობრების სუფრაზე, რაღაცა ბანკეტი და აი რაღაცა ესეთ აღსანიშნავ კონცერტი, რაღაცა ესეთ გარემოში გაიცანით ადამიანი, რომელიც აი აბსოლუტურად თქვენად მიიღეთ რა, ჩემია. ჩემი მონათესავესულია, ჩემია, ჩემნაირია და მე მინდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მერე როგორ გაგრძელდა ურთიერთობა გამანახე? ხო, აქ უკვე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ აქ დაოჯახებულ ადამიანს გადაეყარეთ. აქ მერე აღმოჩნდა, რომ იქ სხვა ადამიანიც იყო მის ცხოვრებაში და თქვენ კვერთხების დედოფალი იყავით, ან კვერთხების მეფე. მამაკაცებმა თქვენს თავზე მოვიგეთ, ქალბატონებმა თქვენს თავზე. და გაიჭედეთ ამ სიტუაციაში? კი. თითქოს კი. აქ ცალსახად კლასიკური სამკუთხედის სუნია და სურნელი. წამოვიდა ემოციების ზღვა, ვეღარ მართეთ, ვეღარ მოთოკეთ, იმან თავისი ოჯახი ვერ დათმო, ჩაეჭიდა იმ თავის შექმნილ სიტუაციას და თქვენ დაგტოვათ მარტო. დაუბრუნდა თავის სიტუაციას და შეიძლება გამოგიცხადათ კიდეც, რომ
მე არა, მე ცოტა ხანი მაცადე. დრო მომეცი. იყო რამე თქვენს შორის? არა. აქ უფრო მგონია რომ არა. სასაწყლამდე არ მისულა. არა, მიცადე. იქ კვერთხების არ შემეშალოს და ზუსტად გიკარგო. გითხრათ ასე თქვათ. არა. იყო აქ ურთიერთობა იყო. მაგრამ აი არ მინდა ამისი თქმა, მაგრამ აი ზუსტად მე არ ვიცი პირველ ვარიანტში ვთქვი თუ შესავალში ვთქვი რომ ეს ერთჯერადი ურთიერთობა ან სამუდამოდ ანგრევს ადამიანს და დეპრესიაში აგდებს ან ქცევითი განმეორება ხდება და ერთ წრეზე მიდის თქო ქალიც და მამაკაციც აქ ზუსტად ის მომენტია რომ თქვენ გზა ვეღარ ნახეთ ძალიან დაგარტყათ მორალზე ძალიან დაარტყათ თქვენს არ ვიცი შეიძლება რელიგიურობასაც შეიძლება ტრადიციებსაც თქვენს სიტუაციას ან თქვენ რეალურად ხანერად წარმოიდგენთ ყველაფერი და აი ამ ურთიერთობამ საერთოდ გაგტეხათ იმდენად გატკინათ გული ეს ყველაფერი აღმოჩნდა რომ იყო ილუზია ყველაფერი იყო თქვენი რომანტიზმის და თქვენი ასე ვთქვათ აი არ ვიცი რაღაცა რეალობას მოწყვეტის თემა და ემოციებმა თავისი გააკეთა და აღმოჩნდა რომ რეალურად ეს ყველაფერი სიღრმეებს მოკლებული იყო ზედაპირული და აი ამ სიტუაციაში აღმოჩნდით ნახეთ აბსოლუტურად განადგურებული აბსოლუტურად არ ვიცი დაღლილი ნატკენი ხო ვერც ვერავის გაუმხილეთ, შეიძლება იმ ხრიდან აგრესიაც წამოვიდა და გითხრა რომ ჩუ ხმა რა მოიღო. მაგრამ აქ ჩუმად არ გაპარულა. აქ უბრალოდ თქვენ ისაუბრეთ. მეორე ვარიანტში თქვენ ისაუბრეთ. მეორე ვარიანტში თვითონ შეწყვიტა. მე იმ ხარემ, ვისაც არის საუბარი და უფრო მგონია რომ მამაკაცის თემაა. და კი გადახვედით აბსოლუტურად ესეა სამართლიანი და ჩვენ დავშორდეთ. ჩვენ შვიდ წყნარ ცივ ენერგიებში დავრჩებით, ხო, ანუ კონფლიქტური, ოღონდ სწორად კონფლიქტური რა, ესეც ჭკვიანი ტიპია, სწორად მართა სიტუაციები რა. და თუ არ გინდა რომ შენც გეტკინოს და მეც მოტკინოს, რაღაცა ეგეთი საუბარი იყო. მოდი რა, ასე ჯობია. და თქვენც რეალურად სხვა გზა არ გქონდათ, სხვა სიტუაცია უკვე აღარ გქონდათ. ხო, ნახეთ და ის მომენტი რაც თქვენ გეგონათ რომ აი რამაც აგანთოთ, გადაგრიათ და გეგონათ რომ ყველაფერი საუკეთესოდ იქნება და აი ნუ არ ვიცი რაღაცა სასწაულ ენერგიებში იყავით, უცებ ესეთ ტკივილებში გადაგიყვანათ. აი ესეთ მიჯაჭვულობებში გადაგიყვანათ. და სამსჯავროს არკანით საკუთარი თავის განკითხვაში გადაგიყვანათ, რომელიც დღემდე არ დასრულებულა და დღემდე საკუთარ თავს აი ესე პროიტყვიან ჭამთ და ფატრავთ. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ აქ ძალიან დიდი განცდების წინაშე ხართ. ჩემო კარგო ადამიანებო, მამაკაცები მიყურებთ, ქალები მიყურებთ, არ ვიცი, თქვენ თავზე მოირგეთ. წავიდა რა, წავიდა. არ იყო ჩამოყალიბებული ადამიანი, ჩემო კარგო ადამიანებო. კი, წავიდა და აი ამ სიტუაციაში დაგტოვა და თვითონ არც იფიქრა. ოღონდ ისე გითხრათ რა, ვალი მოიხადა, რომ იცი რა, ეს შეცდომა იყო, რაღაცა ეგეთი ენერგიები მომდის. მადლობა ყურადღებისთვის, რა ვქნა, როგორიც გამოვიდა გაშლა, ასეთ გამოვიდა. დაგემშვიდობებით ნახვამდის.